ყავაზე შევიდეთ, ხო? მილანში ვართ, წვიმიანში, თუმცა ვერც მილანი და ვერც სხვა ქალაქი წვიმით და ცუდი ამინდით ვერ გაგვაკვირვებს, იმიტომ რომ იქ სადაც მივდივართ, წვიმა, ღრუბელი, ნისლი საკმაოდ ხშირი მოვლენა არის. ბათუმში გაიმართება ლეგენდების სერიის პირველი მატჩი ინტერ ფორევერის ფეხბურთელებსა და საქართველოს ნაკრების ვეტერანებს G11 შორის. ამიტომ აქედან პირდაპირ ინტერის ფეხბურთელებთან ერთად მივემგზავრებით ბათუმში. წინ გველის ძალიან დატვირთული თავგადასავლებით სავსე 2 დღე. ამიტომ ეჭვი მაქვს ერთი ყავით ვერ შემოვიფარგლებით და მეორეც უნდა შევუკვეთოთ. ამ მატჩს ყველა ძალიან მოუთმენლად ველით და მგონია რომ ჭირდება კიდეც. წარმოიდგინეთ რამდენ ემოციას და მოგონებას აერთიანებს ეს ერთი შეხვედრა საკუთარ თავში. გაიხსენეთ, რამდენი ბნელი ღამე გაგითანებიათ 90-იანებში გიორგი ქინქლაძის ვირტუოზული თამაშისა თუ შოთა არველაძის გოლების მოლოდინში. ან როგორ ვამაყობდით იმით, რომ თემურ ქეცბაია, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი ტოპ ჩემპიონატებში თამაშობდნენ და თან ასეთი წარმატებულები იყვნენ. მოკლედ, ხვალინდელი შეხვედრა ამ ყველა მოგონებას ერთად მოუყრის თავს და ერთ გუნდში, ერთ სტადიონზე ვიხილოთ ყველას, ვინც ყოველთვის ძალიან გვიყვარდა და მათ თამაშებს მოუთმენლად ველოდებოდით. ველოდებით ბიჭებს ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი გზაშია. სტუმრებს უფრო მოგვიანებით ჩამოვლენ. ძალიან მიხარია, ძალიან სიამოვნებს, რომ ესეთი შეგრძნებები ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, როცა ვამთავრებთ საფეხბურთო კარიერას, იშვიათად ხდება ხოლმე და ვიხარია ყველა ძალიან. მე თოქეგუნძე ვიტყვი რომ კარგ ფორმაში არიან ნამდვილად, იმიტომ რომ იმდენად მცირე რაოდენობით ჩამოდიან, რომ ესე იგი იმას ნიშნავს, რომ ყველა შეუულია დიდი ხნის თამაში. Passengers welcome to Batomigo. Good time in 17 minutes to 17 radio time. Ho avuto la fortuna e l'impegno di portare più giocatori possibili forti, a parte me. Ho portato il capitano del triplete, siamo 10-11 persone del triplete. Ci ritroviamo dopo tanti anni, siamo solo che felici di essere qui. A Batumi ho visto già lo stadio, molto bello. So che è molto pieno, quindi ringrazio la gente che verrà domani allo stadio perché ci ha dato fiducia. Come ha detto Marco, siamo molto contenti di essere qui, in questa città. Già da quando siamo arrivati abbiamo visto tanto entusiasmo. Vi ringrazio per il supporto e speriamo che domani tutte le persone che verranno allo stadio si possano divertire. ასეთი მასშტაბის სანახაობით და მატჩებით განებიურებულები ზოგადად არა ვართ, განსაკუთრებულად ბათუმში ყველაფერი როგორც წესი თბილისში ხდება. თუმცა ბათუმი ყოველთვის, იმიტომ რომ ზღვისპირა ქალაქი იყო, ყოველთვის გახდათ სიახლის განახლების სიმბოლო, არ დავიწყებ ისტორიების მოყოლას ნობელების მოგზაურობაზე, სასტუმრო ბელვიუზე, ან ინგლისელების წარმომადგენლობაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში. ერთს ვიტყვი, რომ ეხლა ბათუმი არის ქართული ფეხბურთის განახლების, სიახლის შემოტანის სიმბოლო. ეს არის გუნდი, რომელიც ქვედა ლიგიდან მოდის და ხდება ჩემპიონი. ეს არის ახალი, ძალიან ლამაზი სტადიონი და სავსე ტრიბუნები და ეს არის საქართველოსთვის ახალი ევროპული კლასის გულშემატკივრობის კულტურა. შეხვედრა ძალიან მალე დაიწყება. ყველა ბილეთი გაყიდულია, ძალიან ლამაზი სტადიონი გვაქვს და ცოტა ხანში კიდევ უფრო გალამაზდება ყველა ადგილი რომ შეივსება. ველოდებით მატჩის დაწყებას.
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. კეთილი იყოს გულწრფელი მატჩი, სადაც ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს ჯერ-ჯერთ მოგდაგებდნენ. Fantastico, quando giochi queste partite solitamente l'unico dubbio è se la gente ha voglia ancora di vederci. La risposta è stata incredibile, 25.000 persone non è da tutti i giorni, faccio tante partite all'estero e sinceramente è la prima volta che vedo un sold out. Bella, credo che è molto bello stare qua in Georgia con tutta questa bella gente che è venuto a vedere questa partita. Credo il risultato non è tanto importante in questo momento, però è stato un bel momento. ჩვენ გვინდა რომ ესე დღესასწაულები იყოს ჩვენ ქვეყანაში, ყველამ ნახოს ჩვენი ქვეყანა. რომ ყველაფერი შეგვიძლია, ამის ორგანიზება შეგვიძლია, ფეხბურთი შეგვიძლია, ესეთი ამაზი საღამოს მოწყობა შეგვიძლია, ხალხ შეუძლია მოსვლა და გახარება და ესეთი ამ დონის პატარა ჩემპიონთა ლიგის მარგვარი რაღაცა ჩვენ ჩავატარო და ჩვენც გავიხარო და ჩვენც ვიყოთ ერთად და მე მგონი გასახთელშიც გარეთაც ბიჭები რომ შევხვდით ერთმანეთს, და ვიცი ყველაფერი ეს არაჩვეულებრივი იყო. ეს ჩვენ 10 წელს სიცოცხლეს შეგვმატებს კიდე და მინდა კიდე მადლობა უთხრა ყველას და პლუს იმას რომ უტრავმოდ ჩავიარეთ, იმიტომ რომ მაინც ალბათ ხედავთ როგორ გვიჭირს მოძრაობა. დანარჩენი მე მგონი გოლების ლამაზი გამოვიდა, ჩვენ შევაგდეთ და არ შეგვიტყოლეს სამწუხაროდ, მაგრამ რაც თავარია ხალხს ესიამოვნა. მადლობა ბათუმს, მადლობა ყველას, მადლობა გულშემატკივრებს. ვინ არის ვისი? სადიკურები თაბა გამოიხეს. სპორტის გულშემატკივრებისთვის ევროპა ის ადგილია, სადაც საუკეთესო სპორტსმენები თამაშობენ. ამიტომ ვამაყობთ ასე ძალიან ლივერპულით, ინტერით და კარლ საინცით, ამიტომ გვიხარია ლევან კობიაშვილის გოლი ხორვატიასთან და გამარჯვება ესპანეთში. და ამიტომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი გუშინდელი შეხვედრა.
ლეგენდების მატჩი იმის შესაძლებლობაა, რომ დიდი ფეხბურთელები არა ტელევიზორში, არამედ სტადიონზე ან ჩვენი ქალაქის ქუჩებში ვნახოთ. ბოლო ორმა დღემ და სავსე სტადიონმა გვაჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერს არ შეხვდით რომელიმე დიდ ტურნირზე და ეს იყო უბრალოდ მეგობრული შეხვედრა, მაინც შევძელით, რომ შეგვექმნა ის განწყობა და ზეიმი, რომელიც დიდ ფეხბურთს ყოველთვის ახლავს თან. და რაც მთავარია, გვაჩვენა, რომ თუ კი არსებობს ერთი იდეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ეს არის სწრაფვა დასავლეთისკენ. არა ჩრდილო-დასავლეთისკენ, არამედ უბრალოდ დასავლეთისკენ.